ბათუმის დელფინარიუმის სტუმრებს განახლებულ შოუ პროგრამას თავაზობს, რომელშიც 3 ცეკვარ, გოლებითა და ბურთებით თამაში და სხვა შთამბეჭდავი ნომრები შედის. ყველაზე აქტიურ მაყურებელს კი საშუალება ეძლევა საკუთარი ძალები ბათუმის დელფინარიუმის მწვრთნელის ამპლუაშიც მოსინჯოს. წელს დელფინარიუმში ადგილობრივ და უცხოელ სტუმრებს სულ 8 დელფინი დახვდებათ. მათ შორის ბათუმის დელფინარიუმში დაბადებული კვირია და ნინი. დაწესებულებაში განმარტავენ, რომ გასართობი პროგრამა დღითი დღე იხვეწება და ახალი ელემენტებით ივსება. რაც შეეხება მომსახურებას, საჭირო ინფრასტრუქტურა შესაძლებლობა იძლევა წარმოადგენას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებიც დაესწრონ. შეგახსენებთ, რომ ბათუმის დელფინარიუმი 20 წლიანი პაუზის შემდეგ 2011 წლის 6 მაისს გაიხსნა, პირველად კი დაწესებულება ზღვისპირა ქალაქში 1975 წელს ამოქმედდა. დღეიდან იწყება ღამის შოუ. შინაარსობრივად არის სიახლეები, კიდე იქნება დაემატება მსვლელობის პროცესში, კიდევ ვართ ასე ვთქვათ მზადების პროცესში. და ღამის შოუს რა თქმა უნდა აქვს თავისი ხიბლი აქვს მრავალნაირი, გარდა ამისა ჩვენი ქალაქის სტუმრებისთვისაც და მოსახლეობისთვისაც მოსახერხებელია საღამოს მოსვლა და ნახონ ასე ვთქვათ დაიწვithon დადებითი ემოციებით ჩვენი დელფინების ნახვით. აღსავანებული ვარ, ესეთი საოცრება არ მინახავს, გული მისგერს. საოცარი სანახაობა იყო და ყველას ვურჩევ რომ მოვიდეს აქ. ამაზე მეტ სიამოვნებას ვერაფერს ვერ მიიღებს.